რეჟიმის მაამხილებელი ბიზნესმენის სასამართლოს ხდომა წუთი-წუთზე დაიწყება და დღევანდელ პროცესზე დიდი ალბათობით იქნება გიორგი ჩიკოიძე, რომელიც საკუთარ პროცესზე მისცემს ჩვენებას კიდევ ერთ ბრალდებულთან, მის ბიზნეს პარტნიორთან, ირაკლი პაპიაშვილთან ერთად. პრინციპში სასჯელ აღსრულების დაწესებულებას და სასამართლოს არანაირი გარემოება არ უწყობს ხელს საიმისოთ, რომ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გიორგი ჩიკოიძე არ მოიყვანონ, რადგან მან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეწყვიტა შიმშილობა 1 კვირით, მას ჰქონდა სურვილი, რომ პროცესების დასრულებამდე მოსულიყო სასამართლო დარბაზში და მოსამართლე იზა კელენჯერიძესთვის თავად მიეცა ჩვენება ამ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებობს. საინტერესოა, როგორ დასრულდება დღევანდელი სასამართლოს ხდომა, მისცემენ თუ არა გიორგი ჩიკოიძეს იმის შესაძლებლობას, რომ რეჟიმი კიდევ ერთხელ ამჯერად სასამართლოში ამხილოს. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება, მხარეებს უკვე საბოლოო სიტყვებიღა დარჩებათ სათქმელი და უკვე გადაწყვეტილებაც მალევე გამოცხადდება. დღეს დიდი ხუთშაბათია, დღეს იუდა ამხილეს. მე ვფიქრობ, რომ ეს სასამართლო შენობა, ეს არის იუდას სახლი. იმიტომ რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც იღებს აი ამ გადაწყვეტილებებს, არის ყველა მოღალატე როგორც იუდა, იმიტომ რომ მათ შემდეგ ადამიანებს ჯიან, აწამებენ და ასე შემდეგ. დღეს მე მინდა ვნახო კიდევ ერთი ასეთი სახე მოღალატის, როგორიც არის იზა კელენჯერიძე, რომლის გადაწყვეტილების, უკანონო გადაწყვეტილების გამო ჩემი შვილი დღეს ფაქტიურად ინვალიდია. მე ველოდები ჩემ შვილს, ვიცი რომ ის არის მხნეთ და ველოდები რომ მას მოიყვანო, მაგრამ მე ვიცი რომ მასზე ხდება ზეწოლა და ამ ზეწოლაში ძალიან ჩართულები არიან რუსეთის სპეცსამსახურები. მე მიმაჩნია რომ დღეს ჩემი შვილი რუსეთის სპეცსამსახურების და პირადად ბიძენა ივანიშვილის ტყვეა, პოლიტიკური ტყვე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. დღეს დიდი ხუთშაბათია. ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ დააპაუზა 1 კვირით, ასე რომ ვთქვათ, სწორედ ამ სასამართლო პროცესის, რადგან წინა სასამართლო პროცესზე მიზეზად მოიყვანეს ის, რომ შიმშილობდა და იგი შეუძლოთ იყო და ამის გამო ვერ მოიყვანეს, მან ეს საბაბი გამოაცალა სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებას. იძულებულები იქნებიან, რომ დღეს გიორგი მოიყვანონ და მოისმინონ გიორგის ჩვენება. რა თქმა უნდა, გიორგის სურვილია და უნდა რომ თავად უნდა მისცეს ჩვენება, რადგან სასამართლო პროცესები ბოლოშია გასული, მას თავისი სიტყვა აქვს სათქმელი და ეს ისევ ვერ ჩაივლის, რომ გიორგიმ თავისი სათქმელი ვერ თქვა სასამართლო დარბაზში. ოლიგარქთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკოიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში. გიორგი ჩიკოიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.